ხშირად გვაქვს ხოლმე ლაპარაკი, რომ აი ქართულ სიმღერაზე და პირველი ხმა, მეორე ხმა ბანი, ხო? და აი ამაზე გვიკამათია, რომ აი ვინ არის შენთვის ყველაზე მაგარი პირველი, მეორე და მესამე, ან რომელი ის არის, გესმის, ზოგი ვისი ძახის, ზოგი ვისი ძახის, ზოგი ვისი ძახის და მართლა ძალიან მაგარი ქართული ხმები გვყავს რა დღეს რა ისე ზოგადად რა მაგრამ ჩემთვის პირადად აი მე რომ მკითხო რა ეხა მაგალითად გოგი ზოლიძე ზაურა ვოლქვაძე ნუ ბანი განსაკუთრებით თავგასასნაირი ბანი ალბათ 1000 წელიწადში ერთხელ შეიძლება განუ მეორები აი თავგასა იყო რაღაცა სასწაული ამბავი რა ბანის გოგისთან როგორ ვარჯიშობდა გაიხსნა და ზუსტად მაგამდე მივდივარ რა რომ ესე იგი გოგი უკვე ცოცხალი აღარ არის რა და ძალიან ისეთი ახლო ურთიერთობა მაქვს საერთოდ ამ ადამიანს განსაკუთრებით თავგასასწავლად მაკაცობდი მაგრამ და ეს რომ მოვისმინე პირველად ეს სიმღერა ნუ ეს არის ხო იცი ყველა რაღაც ყველას აქვს თავისი რაღაც აი კარონი ერთი სიმღერა აი ვარსკვლავი რომელიც შენ შემთხვევაში ეს არის ვაჩუქოთ ერთმანეს წლები შენ შემთხვევაში მე მგონი რომ ეს არის გაზაფხული შემოსულა რა ეგ არის რა მაგრამ იმას რას ვამბობდი იცი გოგის არ უნდოდა ეს ფრაზა ჩემო შემეცვალე რა ფრაზა რა მოდი რა ჯერ ჩაწერე და მე ვიფიქრობ ხო ხედავ რომ რაღაცები იცვლება ხო ჩაწერა მოვიდა და მაკოცა დიდი მადლობა პატარა ბავშვი იყო რა ლენ აგარი და გაზაფხული შემოსულა ლენ მე თუ მკითხა არის აი ქართული შეიძლება სიმღერების ერთ-ერთი ცენტრალური სიმღერა რა სიმღერებს შორის უფრო სწორედ რა და ამის ავტორი შენახარ და მინდა რომ ერთი გაუუშვა რა ეს სიმღერა სანამ გავაგრძელებდით შემდეგ უკვე ლაპარაკს და გავიხსენოთ ეს ადამიანებიც ეხა თავგასა ამ დროს ცოცხალია გოგი უკვე აღარ არის ცოცხალი რა მაგრამ ეს სიმღერა შემდეგ ძალიან ბევრმა შეასრულა სხვადასხვა ინტერპრეტაციით სხვადასხვა ამბოლ დროს დიდმა კაპელამ შეასრულა იქ ვაკის პარკის ისიც ძალიან კარგია რა და მოკლედ ძალიან ბევრი კიდე შეასრულებს და შეასრულებს რა ეგ არის შენი სიმდიდრე რა რომ რაც უფრო მეტი ხალხი და მომავალში და კიდე რა თქვია შთამომავლებში და დარწმუნებული ვარ რომ ეს სიმღერა ძალიან ბევრი ინტერპრეტაციით შესრულდება მე მაინც ეს ინტერპრეტაცია მომწონს იმიტომ რომ თავგასა არის აქ რა და ზაურაც არის ბრავო მაესტროზე კი ბატონო თუ შეიძლება გაუშვათ რა გაზაფხული შემოსულალე რიარია ავტეხავთ ჩიტებს მე გიყიდი წითელ ჩიტებს თეთრი დილო მომიხარგეშე მე გიყიდი წითელ გაზაფხული შემოსულალე მოგანადრე სათიბიდათე სუნიკუსლით გასრესიგიაცლი შოსკუმბათი ბეთანის Dasisferi umorki hodre Moganadre sati vidate Gazapuli shemosule Atiagar gagasherevshi Oczach swe dark
ხალიფი გამიხდუნეთი აი საოცარი სიმღერა რა იმ დღეს ნიკოზეს თქვი რა რომ გომელაურზე რომ იუდა რო დაწერა თქო მორჩა თქო რა სხვაც რო არაფერი არ დაეწერა ნიკოსთან ხო და აი ზუსტად ეგ შეგზნება მაქვს შენ აი ამ გაზაფხულის შემოსულაზე რა აი სხვა რო არაფერი არ დაგეწერა ნიკო უნიჭერესი კაცი იყო ნიკოსთან წლის დასაწყისში შევთავაზე საახალწლო პროგრამის გაკეთება ხო ერთი მსახიობის თეატრი აი ეს რაღაცა დავიწყეთ რაღაცის გაკეთება და მერე რა მოხდა კარგად ვიცით თუ ყველა ძალიან ნიჭიერი კაცი ძალიან ლამაზი ნიჭიერებით სავსე აი როგორ იყო ვითხარი ამ სიმღერის შექმნის ისტორია რა აი ისტორიული სიმღერის რა ამ სიმღერის შექმნის ისტორია კაროჩე ყოველ შაბათს რამდენიმე ოჯახი ვიყავით სამეგობრო ყოველ შაბათს რომელიმე ოჯახში ვგროვდებოდით ხო ნუ რა იასნია პორმარელი რაღაცა ვართ ჩემთან მე-16 სართულზე ხო და თამადა ყოველთვის ნუგზარ საჯაია ხო და ნუგო ის ლექსი თქვი რა მორმალებანძის ლექსი ვიტყვი თორე შეჩემის ტროლეალია უცებ სიმღერა არ დაწერო ვა პირდაპირ კაცო აეგრევე სუფრაზე ხო მანანა მოთხა რა იყო ვერ გავიგე პორმალის გაკეთება მე არ მიჭირსო ხვალ საღამოს გელოდებით სულ ყველასო სულ ახალ პორმარილზეო ძალიან მჯერა რომ ჩემი ქმარი სიმღერას დაგახვედრებთო კაროჩე ის დამთავრდა ისე როგორც ნაღდი ქართული სუფრა უნდა დამთავრდეს და უნდა წავიდეს ღამე გავაკეთე ეს სიმღერა დილით გავახვიდე ქეთი ჯაფარიძე ქეთო ჩქარა მოდი მე და შენ ბაზარშიც ვარ წასასვლელი მაგრამ ჯერ რაღაცა ისე ქეთი მოისმინა ჩავწერეთ რო არ დამვიწყებოდა წავედით ბაზარში ვღიღინებდით ხო სულ კაროჩე მოვიდნენ როგორ იცი აი ესე რა რომ აი ხო და ვიმღერეთ მე და ქეთი შოქში ჩავარდა სულ აბა რა იქნებოდა ხა სასწაული დაწერე ერთ ღამეში და ნუგზარი რო გარდაიცვალა ზაზა შენგელიამ აიღო ჩემგან ინტერვიუ აი ამ სიმღერასთან დაკავშირებით და თქვი კიდევ კაცმა არ იცის რამდენი სიმღერა წაიღო თან ნუგზარ საჯაია მეთქი პოეზია უყვარდა ძალიან აი ეს იყო და ეს